რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Global Tech Weekend თბილისი 2026 იწყება. ამ 3 დღის განმავლობაში გაიმართება კონფერენციები, ვორქშოპები, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენები, კულტურული აქტივობები და შეხვედრები მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან. ამ გლობალურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაში ჩართულია არაერთი სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურა და ამ ყველაფერს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებენ ეს ადამიანები. მათ შორის არის საქართველოს კულტურის სამინისტრო და შემოქმედებითი საქართველო, რომელიც 20 ივნის ცენტრალურ ღონისძიებაზე სპეციალური საგამოფენო სივრცით იქნება წარმოდგენილი. კონკრეტულად რა იგეგმება ამ სივრცის ფარგლებში, ამ თემაზე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ და ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის მოადგილე თინათინ აპემ და ხელოვანები მამუკა ტყეშელაშვილი და ეკატერინე გეგუჩაძე. მიუხედავად დღევანდელი სტარტისა, დღეს იღებს ეს ტექნოლოგიური ვიკენდი და სავარაუდოდ ძალიან დაკავებულები იქნებით თქვენ. დიდი მადლობა რომ გამოყავით დრო ჩვენთვის და მობრძანდით. და პირველ რიგში თინათინს მინდა ვკითხო, რამ განაპირობა თქვენი ჩართულობა ამ გლობალური ტექნოლოგიური ვიკენდის ფარგლებში, როგორც შემოქმედებითი საქართველოს ფარგლებში? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, დილამშვიდობის ყველას. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც კი აღნიშნეთ, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საზოგადოებასაც გაუზიაროთ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ. პირველ რიგში ორი სიტყვით ვიტყვი შემოქმედებით საქართველოზე. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც კულტურის სამინისტროს მმართველობაშია. ჩვენ კულტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ კულტურის მიმართულებით და შემოქმედებით ინდუსტრიების მხარდაჭერას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები, რომელიც უწყობს ხელს ძალიან შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას, ეკონომიკურ სიძლიერს, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას. აი Global Tech Weekend თბილისიც ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა, საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებაა. ჩვენ დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ და მხარს ვუჭერთ ამ ღონისძიების წარმატებით განხორციელებას და აქედან გამომდინარე, ისევ ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, ეს ღონისძიება ზუსტად ჩდება ჩვენს ხედვაში. შესაბამისად, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავუჭირეთ მხარი, სადაც კულტურის სამინისტრომ ძალიან დიდი როლი ითამაშა და შემოქმედებითმა საქართველომ ასევე. თინათინ, მე მინდა გკითხოთ თვითონ საგამოფენო სივრცის შესახებ, რო გითხრათ კონკრეტულად, რა შეიძლება დახვდეს იქ მიმსვლელს და თვითონ კონცეფციის შესახებ, რა კონცეფციის არის ეს ექსპოზიცია? ძალიან საინტერესო კითხვა არის. ანა, იმიტომ რომ ეხლა გამორჩეული კონცეფციით არის თვითონ ეს ღონისძიება წარმოდგენილი, იქნება რამდენიმე სივრცე, სადაც 200-ზე მეტი სპიკერი იქნება დაახლოებით გამომსვლელები და ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ივენთი, ესე ვთქვათ, აქ გაერთიანებულია როგორც ტექნოლოგიები, ბიზნესი, კულტურის სფერო და ახლა კი ვიცით, კულტურა რეალურად ჩვენი იდენტობის წამყვანი ელემენტია. მოდის ელემენტების. რა თქმა უნდა, იქნება. აქ იქნება დიდი LED ეკრანები, სადაც მაგალითად გრაფიკული ვეფხისტყაოსანი იქნება წარმოდგენილი, იქნება stop motion ანიმაციები, ბატონი მამუკა მე კარგად ისაუბრებს უფრო დეტალურად ამასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართული ტექსტილის, ტექნიკური ხატვის ტექნიკა იქნება წარმოდგენილი. მნიშვნელოვანი არის ასევე ქართული დამწერლობაზეც იქნება ხაზგასმა მიმართულებით. აი კაბოტონი კადენი ამ თემას განავრცობს. აქ იქნება ბევრი სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, რაც მე ვფიქრობ საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს და მაინც უფრო აქცენტი გაკეთებული არის საერთაშორისო ჩართულობაზე, იმ გაგებით, რომ უამრავი უცხოელი სტუმარი ჩამოდის. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი იდენტობა, კულტურა წარმოვაჩინოთ სათანადო დონეზე, რაღაცა ჩვენი დავიმკვიდროთ და გავაცნოთ ასევე ჩვენი მდიდარი საგანძური რაღაცა აი ამ საზოგადოებას. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ვიდეოებიც გავა ამ დიდ LED ეკრანზე, რაც ასევე საშუალებას მიცემს სტუმრებს, რომ ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორია და აი stop motion საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი stop motion-ის შესახებაც რომ გვესაუბროთ.
მამუკა ჩატარდება ასევე მასტერკლასიც ვორქშოპი მასტერკლასიც აი რა შეიძენს და რა ცოდნით დატოვებს დამთვალიერებელი ამ ტერიტორიას მიმართულებით რომ ხო ნუ ჩემი მიმართულებით იქნება მე ვაკეთებ ანიმაციას ეს არის stop motion ანიმაცია თოჯინური ესე ხალხურად რო ვთქვათ ვკეთება ეხა მექნება წარმოდგენილი ბოლო პროექტი მაქვს გაკეთებული, როცა ზღვა იყო 7 სოხუმზეა აფხაზეთში ხდება მოქმედება. იმის პერსონაჟებია, იმათი ბიჭების მოვიყვანე. წაღლის ესენი არის. ველოსიპედი თქვენს ანიმაციაში რაღაც განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ხო, ნუ თვითონ იმ პროექტიდან როცა ზღვა იყო 7 რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ველოსიპედი. თქვენთვის ასეთი რომ ძალიან ბევრ თქვენს ანიმაციაში. ხო, ზოგადად ეს პროექტიც გავაკეთე ჩემ ბავშვობიდან გამომდინარე რაღაცას უმიდო რაღაცებს გაკეთება ბავშვობასთან კავშირი ყოფილიყო და ну იქაც რაღაც ჩემ პატარა რაღაცები ესენი აღებული მაქვს და იქაც ველოსიპედით რაღაც ჩვენ ძალიან აქტიური ბავშვობა ქონდა ველოსიპედით დავდიოდი ხან ფეხბურთს თამაშობდით ხან რაღაცას სასწაულებს ვაკეთებდით ნატურალური ბავშვობა ხო რა პლანშეტები ჩემი ბავშვები რაღაც ვერ გამოვიყვანე გარეთ რაღაცა ესეთი რაღაც აქტივობები ნაკლებად აქვს და მამუკა რა მინდა იცით გითხოთ ამ ნამუშევარს ქვე როცა ზღვა იყო 7 ხო სწორედ რომ მეც ნახე მქონდა ამის შესაძლებლობა და ნამდვილად ძალიან საინტერესოა და ძალიან საყვარელი ნამუშევარია და ასეთი კითხვა მექნება იმიტომ რომ დღეს დღევანდელ დღეს ძალიან წინ მიდის ყველაფერი გვაქვს ეს ხელოვნური ინტელექტი და აი თუ შეგიძლია გითხრა როგორ ინარჩუნებთ ამ stop motion-ის უნიკალურობას და როგორ აინტერესებთ ხოლმე თვითონ არ ვიცი ნახველს მაყურებელი ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება თითოეულ მოძრაობას, თითოეულ კადრს, ხო? ალბათ არის ის რაღაცა ნიუანსები, რითიც ამას ინარჩუნებთ მის უნიკალურობას და დაინტერესების კუთხით. კი, ნუ ახლა ხელოვნური ინტელექტი ვახსენეთ და არ თანამშრომლობ არანაირად, ნუ იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხელით გაკეთებულია, ნაღდი ფიგურა უფრო ისეთი არა, როგორ უყურებ, დამაჯერებელიც არის და ნამდვილია და სირთულესაც შეეხება, ანუ ახლა რო ისე რომ წარმოვიდგინოთ 25 კადრი კეთება წამში, ანუ ერთ წამს რო შევქმნათ 25 მანიპულაცია უნდა შევასრულოთ თოჯინასთან მივიდე 25-ჯერ რაღაცა გადააკეთოს, ამ კადრების სიმრავლესაც აქვს ალბათ, ხო მნიშვნელობა ხარისხის ნაწილში. ხო, 25 უფრო თქვათ ისეთი გამოსახულებაა, როგორ ვთქვა, smooth მინიმალური არა, უფრო მოძრაობა შეიძლება უფრო სუფთა გამოსახულებაა. ხო, აი კინოში 25-ს ვიყენებ. 12 კადრსაც აკეთებ, მაგრამ მე რატომღაც 25 მაინც ავიღე და ჯამში რო გადავთვალ 17 წუთი არის ახლა ეს ფილმი რაც გაკეთდა სადღაც 100,000 კადრზე მეტი არის გაკეთებული 100,000 ჯერ მივედი რაღაცა რაღაც ძალიან რთული თემაა რა და თან ერთი კადრი უნდა გააკეთო, ბევრს ვერ აკეთებ და რთულია საკმაოდ. და როგორი იქნება მამუკა მასტერკლასი? რა თქმა უნდა, ყველაფრის ახსნა ერთ და ორ დღეში არ იქნება შესაძლებელი, რადგან ეს მთელი ფილოსოფია. არ ვიცი, ნუ ცოტა ხა მასტერკლასი არ ჩამიტარებია, ნუ რაღაცა მოემზადები და უფრო ალბათ იქიდან გამომდინარე რა ინტერესი იქნება იქ საზოგადოებიდან, იქიდან ის მიმართულებით წავიყვან, ხა თუ ძალიან ვიწრო მიმართულება დაინტერესებთ, უფრო თქვა შემიძლია გავშალო ეს თოჯინა როგორ კეთება და ამ შემდეგ და ნუ ზოგადადაც ვისაუბრებ. და ანესის ფესტივალზე. ანესის ესეთი მასშტაბის ფესტივალზე მოხვედრა არ არის იოლის საქმე, ესე რომ ვთქვა. ხო, ეს ფილმი გავიდა ანესის საერთაშორისო ფესტივალზე, ეს არის ხო, როცა ზღვა იყო 7, ეს არის ნუ ყველაზე დიდი ფესტივალი ანიმაციის, რაც არსებობს და არის მთავარ კონკურსია, მე official selection-ში მოხვდა. ახლა მივიდივართ სამ დღეში მივიდივართ და ხო, ნუ ძალიან ახლა ჯერ რო იქ მოხვდები, ძალიან დიდი პრესტიჟია და დიდი ამბავია, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოდან რა ვიცი, ვისაც კი ანიმაციისთან ახლოს გაუულია, იქ ჩადის და საპროდიუსერო კომპანიები, მარკეტია ცალკე, ნიფა ცალკე, ანუ ყველა იქ არის რა. ყველა წარმოდგენილია. ანიმაციის ოსკარსაც ეძახიან. ხო. ეგრეა. და ნუ აი რაღაცა სწავლობ იმაში. ისურებ წარმატებებს რომ აუცილებლად. ძალიან გულშემატკივრო.
და გავაშუქებთ თქვენს წარმატებებს ძალიან დიდი პატივისცემით. ახლა არ დაგვრჩეს ეკატერინე, ისე აუცილებლად უნდა გადავინეცოთ საოცარი კითხვით. ნამუშევრით არის წარმოდგენილი ქალბატონი. ეკატერინე, თუ შეგიძლიათ გითხრათ, თვითონ კვირეულის ფარგლებში რას წარმოუდგენთ მნახველს და აი ახლა რითი ხართ მოსული, ესეც აუხსნათ. ეხლა მოსული ვარ აბრეშუმის ქსოვილებით, რომელიც არის ორი ტექნოლოგიით შესრულებული, ერთია ცივი პატიკა, მეორე შიბორის ტექნიკა, მოხატვა. ამ ქსოვილებზე არის საუბარი, ხო? დიახ, ეს არის თეთრი აბრეშუმი, რომელიც არის მოხატული ცივი პატიკის ტექნიკით და აქ კონკრეტულად მაგიდაზე რაც დევს, ეს არის 12 ფარდაგიდან, რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული, იმის რეპლიკებია, 3 ცალია ახლა წარმოდგენილი თქვენთან. ეს არის ქართული ქსოვილი შიბორის ტექნიკით. თვითონ გამოფენაზე 3 ტექნიკა იქნება წარდგენილი, ვორქშოპის ჩატარდება და მსურველს შეუძლია თვითონაც მოსინჯოს კეთება. ეს არის ცივი პატიკა, მშრალი თელვა, წყალთან არ გქონდეს ურთიერთობა და ბეჭდვა. ბეჭდვაში შედის ამბანის გამოყენებაც და ლურჯის უფრის ორნამენტები, იმიტომ რომ აი მაინც ხალისობენ ეს თავიანთი სახელი ან რაღაც სიტყვა ქართულის დაწერა ამობეჭდა მით უმეტეს უცხოელები ძალიან აინტერესებთ აი სხვანაირი ფორმა რომ აქვს ჩვენს ასოებს და ლათინურთან ახლოს არ არის. ავთენტიკურობას ალბათ მაინც აქვს. აი ძალიან იდუმალია მათთვის და ძალიან ამართლებს ხოლმე. დიახ, თანამედროვე ტექნოლოგიები რამდენად ცვლის ტექსტილის ტექსტილთან მუშაობას მაგალითად. თანამედროვე 2000-ზე მეტი ნიმუში გაქვთ აღმოჩენილი და კი, ნიმუში ეს მუზეუმთან ერთად გაკეთდა ესეთი კატალოგიც გამოიცა, სადაც ქართული ქსოვილები აღდგა, ესე ვთქვათ და სანახაობრივად, ვისაც აინტერესებს უკვე ჩვეულებრივად აღქმა შეიძლება რა, აი როგორი იყო ჩვენი წინაპრების მიერ. იცით რა არის, აი თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან უწყობს ხელს რაღაც თემატიკაში. არა, არ უკარგავს თუ არ გინდა რომ დაკარგო. ანუ თუ გინდა შეინარჩუნო შენი, აი იცით როგორი რაღაცა ველოსიპედს თავიდან ვერ გამოიგონებს, ხო? აი ზუსტად ისევეა. შენ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიით უფრო რაღაც საინტერესოდ, ოღონდ აი ეს ძველი არ დაკარგო, შენი წარსული არ დაკარგო, იმიტომ რომ იმედენი დაგვიტოვა. წარსულმა. იმედენი მოგცა რომ აი საფიქრალიც არ არის. აი თუ გინდა უბრალოდ გაათანამედროვებ უფრო იხარებს. ეს ინსპირაციის წყარო მაინც ყოველთვის მაქვს ხოლმე შემოქმედებით ადამიანებთან ეს კითხვა. აი ჩემთვის საინტერესოა საიდან მოდის ეს იდეები? აი შთაგონების წყარო რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში? მართალი გითხრათ, მე ჩემთან ძნელია ამ კითხვის დასმა, იმიტომ რომ აზრს ეღარ საიდან მოდის. არ მაქვს ხოლმე შემთხვევები, რომ აი დავყრი რაღაცა ქსოვილებს დავყრი. ვუყურებ და უკვე ვიცი რა სავაწო. ანუ ცოტა რთულია აი ესე ვთქვა რომ აი რაღაც იდეა მომით. არა, უბრალოდ უნდა გიყვარდეს შრომა და რა ვიცი, არ უნდა გესარებოდეს რა. წავედი დავიძინე აღარ უნდა იყოს. და ძალიან საინტერესო არის მასიურ წარმოებაში თუ არის ეს ქსოვილები. მასიურ წარმოებაში რთულია ქსოვილის გაშვება, ну ახლა მოდა ინტერიერი თვითონ ეს ტექსტილის დიზაინი ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს, შემიძლია ინტერიერის ხაზით წავიდე, იმიტომ რომ ქსოვილია მაინც. ასევე მოდის, იმიტომ რომ ეს მაინც ქსოვილია. მასიური რთულია თუ ხელით აკეთებ. აი ამიტომ გეკითხები. კი, მასიური რთულია, ჯერ ერთი და მსგავსება ძალიან ძნელია. ნუ ეხლა მე ისედაც საექსპერიმენტოებს ვაკეთებ ყოველთვის და ჩემთვის რთულია გამეორებად. ნუ შეკვეთა ჩემთვის ეს არის საშინელება, იმიტომ რომ მე რაც მინდა ის უნდა გავაკეთო. აი ესე ვიღაცამ შემიკვეთა, ცოტა ჩემთვის ძალიან რთულია. ამიტომ რეალურად კი ხდება მაინც გამოყენება, ეხლა მე მოდის ანუ ქსოვილს მოდის იმაშიც ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ასე მასიურად ჯერჯერობით არა. მხოლოდ და მხოლოდ ბეჭდვა ის ლურჯის უფრები და რაღაცები რაც არის, რომელიც ტექნოლოგიურად უფრო მარტივია, ვიდრე ხელით გაკეთებული, ხა ხელით გიკეთდება, მაგრამ მაინც არის რაღაც შაბლონი, რითაც იბეჭდება, მატრიცა. არის უფრო რთული ბეჭდვა, სადაც კლიშეებით ხდება. მაგრამ არის აი ცოტა გამარტივებულიც. აი ეს უკვე სერიულად გამოდის და შესაძლებელი. თქვენ იქნებით წარმოდგენილი ამ საგამოფენო სივრცეში და რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი? ჩემი მთავარი გზავნილი
როგორი რაღაც არის, იცით? თეთრი ფერის პანოები იქნება. ანუ რეალურად ხა ამ ბოლო დროს რატომღაც თეთრზე გადავედი, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ერთი ფერით გადმოსცე ის, რაც გინდა გადმოსცე. უბრალოდ როგორი რაღაც არის, იცით? თვითონ ქსოვილში მოცულობა. აი რეალურად მინდა დავანახო, რომ ქსოვილი არის აბსოლუტურად ცოცხალი და ის არ არის რაღაცა სიბრტყე, რომელიც უბრალოდ მოიხვიო, ან რომელზეც უნდა დააჯდე ან გაიარო. დიდი მადლობა. მე მამუკასაც მინდა ვკითხო თავის ნაწილში stop motion-ის მიმართულებით, აი თქვენი გზავნილი რა იქნება წელს ამ ღონისძიების ფარგლებში? ღონისძიებაზე თუ ზოგადად ღონისძიებაზე ანესეც და ხო, მაშინ უფრო ფილმის მიმართულებით ვიტყვი, თავი მესიჯი რა, თავიდან რომ დავიწყეთ კეთება, ცოტა ის იყო გაგნეული იყო, მაგრამ მე გამოიკვეთა რა მესიჯია, თუ რა რისთვის ეს არის, რაღაც ალბათ ემოციის გადმოცემა, ანუ ვისაც გვახსოვს აფხაზეთიდან, ვინც თქვა იქიდან არის და ახალ თაობას, შემშულებს თაობას, უბრალოდ ინფორმაცია აქვს, რომ ეს იყო საქართველოს და ჩვენი ნაწილი და ეს რაღაცა ის ძალიან ემოციური ფილმია, ბოლოს ისე თავდება და ეს ემოციის გადმოცემა მინდა აფხაზეთთან დაკავშირებით, რომ ეს რა ემოცია იყო, ეს ემოციის გადმოცემა არის ალბათ თავი და საერთაშორისო ასპარეზეც, იმიტომ რომ ეს ამბავიც გავიტანოთ, იმიტომ რომ რაღაც მივიწყებულია ეს ყველაფერი ჩვენი ამბავი, ჩვენც ახლა იგივე და დაგვემართა რაც ახლა უკრაინასთვის და იგივე გასაჭირში ვართ და ჩვენ რაღაცა მივიწყებული ვარ და ხელოვნებას ეს ძალა აქვს, რომ რაღაცას უნარი, რომ სადღაც მივიდეს იმ სწორედ იმ ადგილას, სადაც უნდა მივიდეს რა, იმ ყურამდე ხო. თაობისთვის. ხო. და ეს მეხსიერება. ხო, რა თქმა უნდა, ემოცია უწყვეტ ემოციური იყო, მე რაც ნახე, ეს ინფორმაცია უნდა იყოს მარტო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არის, თქვენი ძალიან დიდი მადლობა, მამუკა. და თინათინს მინდა ვკითხო, საუბრის ბოლოსკენ 20-ის ღონისძიებაზე ვისაუბრეთ, რა ამბები იგეგმება 21-ში? 21-ში ეს არის კულმინაცია ღონისძიების და დაასრულებს მას სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავი. ყველამ ვიცით რუსთავის შემოქმედება, ისინი წარდგებიან ნამდვილად, ისინი წარდგებიან 40 წუთიანი პროგრამით, სადაც იქნება მრავალხმიანი სიმღერა და ცეკვა ასევე. და ეს უკვე იმ დამსწრე საზოგადოებას ნამდვილად მიცემს საშუალებას, რომ აი უფრო კარგად შეიგრძნონ რეალურად ქართული, აი რაღაცა სული იდენტობა, ეროვნული ღირებულებები, ეს ფოლკლორის მნიშვნელოვანია ძალიან ამის გაზიარება. ეს შარშანაც იყო სხვათა შორის ამ ღონისძიებაზე, როცა ძალიან წარმატებით ჩაიერა შარშანაც ამ ღონისძიებამ და იქ იყო რუსთავი წარმოდგენილი, რომელმაც ძალიან დიდი და დადებითი შეფასებები დაიმსახურა, ნუ რაღაც ძალიან კარგი წამოვიდა და მოთხოვნა იყო ორგანიზატორებისგან, რომ წელსაც რუსთავმა დახუროს ეს ღონისძიება. იქ იქნება თავიდან რაღაცა კავშირების დამყარება, კოლაბორაციის საშუალება, გამოცდილების გაზიარება, ნეტვორკინგს, რასაც ვეძახით, იქ რაღაცა ახალი კავშირების დამყარება, ახალი პროექტების დაგეგმა და ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად ვიკენდის ერთ-ერთი შინაარსიც სწორედ ეს. რა თქმა უნდა, თან ტექნოლოგიის მნიშვნელობა ჩვენ ცხოვრებაში კი ვიცით რამდენად დღეს უკვე ის არის და ამის სინთეზი, რომ ძველი ავთენტურობა, ეს ისტორია, კულტურა არ დაიკარგოს და მისი ჰარმონიული შერწყმა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიებთან, აი ესეთი ღონისძიებები ძალიან ეხმარება ამას და კარგ იმას ველოდებით ამ სამ დღეს. ძალიან საინტერესო წამოწყება, გისურვებთ ძალიან დიდი წარმატებებს, რა თქმა უნდა, როგორც წარმატებები ამ შესანიშნავ ხელოვან ადამიანებს, რომლებმაც აი ესე გვასახელებთ. დაცანებული ვარ და ესეც საოცარი წარმატებები ანესში, წარმატებები თქვენს ფანტასტიკურ საქმიანობაში და წარმატებები გლობალურ ტექნოლოგიურ ვიკენდს თბილისი 2026, რომელიც სტარტს დღეს აიღებს. ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ შემოქმედებითი საქართველოს დირექტორის მოადგილე თინათინ აპემ და ხელოვანები მამუკა ტყეშელაშვილი და ეკატერინე გეგუჩაძე. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ.